გურიის მთიანეთში საქეიფოდ არც ჩვენ ჩავსულვართ. სოფელ სურებში ახალგაზრდა მგალობელ მომღერალთა ფოლკლორულ ექსპედიციას ჩავყევით. გოგუცაბებია! გოგუცაბებია, თქვენზე გავიგეთ, ჩვენ ბრანდებით. გოგუცა კიკვაძეს პირზე ჩაწერილი ძმის სიმღერა ჩაუტანეთ. ნახევარი საუკუნის წინ ფოლკლორისტმა ოთარ ჩიჯავაძემ ის სოფელ სურების სხვა მომღერლებთან ერთად ჩაწერა. გარდაიცვალა 55-ში. კიკვაძე ონომფრეს საუკეთესო კლიმატურ ჟღერად აიღე იყო იმაში. მიტუში აი ვიდეო შენი მის მამაა. მაშინ ხო. ეხელ ბარამიძე ავთო ივლიანეზე. აი მე არ ვიცი ახლა. ამ ჩანაწერებში, რომლებიც 1965 წელს არის გაკეთებული, თითქმის ყველას ცნობენ. ძველი სიმღერების გასახსენებლად მთელი სოფელი შეიკრება. ახლის ჩაწერას კი ცოტა დახმარება სჭირდება. ჭიქა უნდა. ჭიქა გაიხსნება მალე. უტიკოთე. რა უნდა? ჭიქას მიხატუნება ერთმანეთს. ჭიქაღვინომ სიმღერის სურვილი მომღერლებთან ერთად ჩვენს ოპერატორსაც გაუჩინა. გოჩა რამიშვილი თავის საგვარეულო სოფელში უკანასკნელად იყო. Chevalier de la table ronde, guten Tag, Silevaevo. Chevalier de la table ronde, guten Tag, Silevaevo. ქალბატონი ივეტ გრიმო ფრანგი მუსიკათმცოდნე, რომელიც გურიაში ივეტ გრიმო საქართველოში 1970-იან წლებში ჩამოვიდა. მისი ფოლკლორული ექსპედიციაც სწორედ სოფელ სურებიდან დაიწყო. ამავე სოფლიდან იყო ანსამბლ სუხიშვილების ხელმძღვანელი ნინო რამიშვილიც. ქორეოგრაფი ხშირად იხსენებდა წარმომავლობასთან დაკავშირებულ უსიამოვნებას. სტალინი იდგა ეზე კაცი. სარსაკურა ყველაზე გაინტერესებდა და ვერჩი ედგა ბერია. როდესაც ჩავიარე მე რამიშვილი როსტვა ბერია არ ვიცი ახლა ეს ხუმრობა იყო თუ არა ხუმრობა, მისი ხუმრობაც ნანდახან საშიში იყო. რამიშვილი სურები სემინშივიკი სეხარისტავაცნად დაპატიმრებისა და დახვრეტისაგან გადასარჩენად რევოლუციის დროს სწორედ სურების დღეს აფარებდნენ თავს ეგრეთ წოდებული ფირალები. მათ შესახებ ლეგენდებს დღესაც ყვებიან. ცალხელე რომ ეკიდება კაცს ასე აწევდა. ცალხელე და იმისი ძალის უნდა თხილს ასე რომ ყურძეს კი გადაატნიხავ ისე ტეხტენ თურმე. ისეთი ძლიერი ხალხიო და ახლა საღადამასათები. იგენი ფირალები არ ყოფილა ბიზია მეორეჯერ არ თქოში. იგენი იყვნენ ხალხის დამცველები. იგენი ფირალები არ ყოფილა. არავინ არ მოუკლავს. ხალხის ინტერესებს იცავდნენ. მეტი ახლაც კონდეს ინტერესები. ფირალებთან ერთად სურების ტყიდან იარაღის ქარხანაც გაქრა. იარაღის არალეგალური საწარმო, საიდანაც მთელი დასავლეთი მარაგდებოდა, დღეს მხოლოდ სურების ტყის ლეგენდის ნაწილია. ვასილე ძილაძე მუშაობდა იქ, ოზრუგვეთში გადასახდა. მე მქონდა მის იარაღი. და აქედან გაღმა 200 მეტრში ხდებოდა კარგად. ისეთი კარგი იარაღი. ძველი სიმღერების გახსენებისას ტექსტის სისწორეზეც დაობენ. ლამაზი გოგოსთვის თვალის ჩაკვრას სურელებს მისი ჩახუტება ურჩევნიათ. ჩაბაჯუნება სადა ჩახუტება უკეთესად ჩაბაჯუნება. ნოდარი დუმბაძე საღლა შეძვარიცი განე რა წერია ახლა გენა. ნოდარი შესახუტუნურა დარესალა ეგებასო. ის შესაბაჯუნად გეზალა. დრო და სიმღერის ხალისი რამიშვილების სოფელს მძიმე ცხოვრებამ წაართვა. ახლა მე სიმღერებს მე ერთ ჩაგაწედებ. მე კი მღეროდი მაგასო. ბოლო დროს იშვიათად მღერიან, მაგრამ ძველი ჩანაწერების და სტუმრების ხათრით დღეს ისევ ძველებური შემართებით ამღერდნენ. Deli
თქვენი ექსპედიციის მთავარი პრინციპი სურებში არის ის, რომ მაქსიმალურად ყველა და მაქსიმალურად ყველაფერი ჩავიწეროთ. ამისთვის არ ვაპირებთ დავზოგოთ დრო და ენერგია. და რაც მთავარია, თავად მომღერლებში ვხედავთ, ამის სურვილს ანთებული აქვთ თვალები და მზად არიან, რომ მაქსიმალურად იმუშაონ ჩვენთან ერთად. მე მინახავს სურებში მოხუცები სუფრასთან, როცა მღეროდნენ ძალიან უცნაურ ვარიანტებს, უცხო ვარიანტებს, მეც რომ გამკვირვებია აი ესე და ხანდახან მიფიქრია რომ რამხელა შესაძლებლობა აქვს ადამიანის ფანტაზიას. აი ერთ ციცქნა პატარა გურიაში სხვადასხვა სოფლებში სულ სხვადასხვა ვარიანტებია შემორჩენილი. ფოლკლორული პროცესი დღესაც გრძელდება სოფელში, არა? რაღაცა იცვლება, რაღაცა უკეთესია, რაღაცა უარესია. სოფელი სურების მოსახლეობის ახალი სიმღერები მალე ძველ ჩანაწერებთან ერთად ახალ ალბომად გამოიცემა. თბილისის კონსერვატორიის და ახალგაზრდა მომღერალ მგალობელთა კავშირის ერთობლივი პროექტით მუსიკის მოყვარულთათვის გურული ფოლკლორი ხელმისაწვდომი გახდება. Come on the